არის პიოტრ იანთან მესამე ბრძოლა შემდეგი, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ სუპერმსუბუქ დივიზიონში მომდევნო საჩემპიონო ბრძოლაზე საუბარი ცოტათი შეჩერდა. თუ სწორად მახსოვს, მგონი ვნახე სათავე, რომ მერაბმა შესაძლოა ტრავმა მიიღო, თუმცა შუგარშონ ომალიმ უკვე მოასწრო კარგი სამუშაო ჩატარება. ასე რომ შენი აზრით, პიოტრ იანია მერაბის შემდეგი მეტოქე? დიახ, ამ ეტაპზე თუ პიოტრის მხრიდან რაიმე არ შეიცვალა, ჩვენ შემდეგში საჩემპიონო ქამარზე ვიბრძოლებთ. ამაში ეჭვი არავის არ ეპარება და იცით, რომ UFC მას ნათად განაცხადა ეს. ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია, რამდენადაც საერთოდ შეიძლება ამ სპორტში რაიმე იყოს დაზუსტებული. მოვლენები შეიძლება შეიცვალოს. როგორც თქვი, ვინ იცის, ასე რომ უნდა იხელმძღვანელო იმით, რასაც გეუბნებიან, რასაც მენეჯერები და UFC გეგმავენ. მაგრამ ჩემი ინფორმაციით 99%-ით შემდეგი ბრძოლა პიოტრ იანთან იქნება. ეს შენთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა უნდა იყოს. რამოდენიმე წლის წინ შენი მებრძოლი დომინირებს მეტოქეზე, შემდეგ იმართება რევანში, რომელიც იანის მხრიდან ნამდვილად დამსახურებული იყო. თუმცა ვფიქრობ, რიგითი გულშემატკივრებისთვის ეს რევანში შესაძლოა დიდად მიმზიდველი არ ყოფილიყო. და აი, პიოტრი გამოდის და რითიც აგებდა ზუსტად იმავეთი პასუხობს მერაბს და ბრძოლის ბედს თავის სასარგებლოდ ატრიალებს. ეს ძალიან საინტერესო სცენარია, რადგან პირველი ბრძოლიდან ბევრი პოზიტიური რამის აღება შეიძლება. რევანშიდან კი ბევრ რამეზეა სამუშაო. დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ეს ხდის მწვრთნელობას ასეთ მხიარულ, საინტერესო და გიჟუს სამუშაოდ. ამ თამაში ჭადრაგი უნდა ითამაშო, თავიდან გადაახვიო კადრები, განახორციელო ცვლილებები და დაინახო ის დეტალები, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩა. უნდა გადახედო, როგორც ჩაიარა იმ მოსამზადებელმა ბანაკმა. ის წელი მართლაც მძიმე იყო იმ ბოლო ბრძოლის ჩასატარებლად. შემეძლია გითხრათ ყოველგვარი გამართლების გარეშე, რადგან მერაბი მიზეზებს არასდროს ეძებს. ის ნამდვილად არ ყოფილა 100%-ით მზად ოქტაგონზე შესვლისას. ამის გათვალისწინებით სრულიად ჯანმრთელი მერაბის ყოლა მომდევნო ბრძოლისთვის ყველაფერს რადიკალურად შეცვლის. რა თქმა უნდა, იანს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო ჰქონდა, ჩვენ კი არა. ასე რომ ჩვენ წინაშე დიდებული გამოწვევაა იანის სახით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამჟამად საუკეთესოც კი ამ დივიზიონში. ასე რომ ეს ბრძოლას დიდ გამოწვევად აქცევს. UFC-ში თითოეული ბრძოლა გამოწვევაა, მაგრამ როდესაც გყავს მეტოქე, რომელსაც აქვს ასეთი უნარები და ასეთი დახვეწილია გარკვეულ ასპექტებში, უბრალოდ უნდა იპოვო ის პატარა, სულ მცირე დეტალები, რომლებიც მანამდე გამოგრჩა. როგორც პირველ, ისე მეორე ბრძოლაში. ტაქტიკური გეგმა მანამ მუშაობს, ანა ვინმე ძალიან ძლიერადად დაგასტყამს. ხანდახან ეს გეგმა ფანჯრიდან ფრინდება და შენს მხოლოდ ინსტინქტებით იწყე მოქმედებას. ფიქრობ, იმ ბრძოლაში ზუსტად ეს მოხდა, მაგრამ ძალიან სანახაობრივი რევანში იქნება. აშკარაა, რომ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია მერაბს და რა გაუკეთებია მას, თუმცა ისიც ვიცი, რისი უნარი აქვს პიოტრს. ეს მთელი სქემების თემა, თუ ის იმას იზამს, შენის უნდაქნა და ასე შემდეგ, შესანიშნავია. ეს შემიძლია ხელოვნურ ინტელექტში ჩავაგდო, ახლავე და ყველას ტვინი ავაფეთქო. არ მგონია, რომ ეს ასეთი გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო. უბრალოდ იანს კარგი საწვრთნელო შტაბი ჰყავდა და თავდაც ფანტასტიკური მებრძოლია. ჩვენ გამოვათიქ და კიდევ ერთ დიდებულ ბრძოლას ვუჩვენებთ მაყურებელს და რა თქმა უნდა, ხართ მათამწამს, რომ მერაბი ამ ქამას უკან დაიბრუნებს. დიდებული ბრძოლებზე საუბრისას მახსოვს ბოლოს თუ ვისაუბრეთ გასული წლის ბოლოს გკითხე, შენ გუნდის მიღმა ვინ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება 2025 წელს მეთქი. ორი სახელი, ვინც მაშინ დაასახელე, რამოდენიმე კვირაში ერთმანეთს უპირისპირდება ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის. ისლამ მახაჩევი და იან გარი. როგორც ხედავ ამ ბრძოლის განვითარებაზე და ვფიქრობ იანის შანსებზე, რომელსაც ბუქმეიკერები აშკარა აუტსაიდერად მიიჩნევენ. ჩემი აზრით მას ფანტასტიკური შანსი აქვს. ვფიქრობ, იან გარის ბევრად უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე უმეტესობას, ვინც ისლამს ეჩხუბა. ის ძალიან მრავალმხრივი მებრძოლია, ჟინით სავსეა და დგომში მასთან ბრძოლა ძალიან ჭირს. მან უკვე იბრძოლა ელიტურ მებრძოლებთან და თავი ფანტასტიკურად წარმოაჩინა. მან შეძლო ზოგიერთი სერიოზული მეტოქის განეიტრალება, რადგან ჭკვიანურად იბრძვის. ის ყოველთვის არ იბრძვის ეფექტური ან ლამაზი სტილით, ის იქ გამარჯვებისთვის შედის. ვინც არ უნდა იყოს მის წინ გამარჯვებაზე ორიენტირებული.
რაც შეეხება ისლამს, ის ამჟამად ყველაზე დომინანტური ჩემპიონია. ზედა დივიზიონში ასვლისას ისევ დიდ ტიპს ხვდება. ისლამის წინააღმდეგ ბრძოლის მზადება შეგიძლია სანამ ვინმე არ გამოვა და დაამტკიცეს, რომ ამ კოდის გატეხვა ამ საკითხის გახსნა და მისი დამასხება შესაძლებელია. ის ისეთი დომინანტია, მაგრამ რაღაც შინაგანი ინსტინქტი მკარნახობს, რომ იანი ამის გაკეთება შეძლებს. ეს ძალიან მაღალი დონის მებრძოლის ნიშანია. მას აქვს ეს იმიჯი, რითაც ახს აღიზიანებს, მაგრამ როცა ოქტაგონზე შედის, ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური მებრძოლი ხდება. ყოველთვის ლამაზად არ გამოსდის და არის ეს აუცილებელი, მაგრამ გამოდის და იგებს ბრძოლებს. ხანდახან ამას დიდებული სტილით აკეთებს, ხანდახან ჩახლართული ჭიდაობით და წნეხით. ასე რომ ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ ის ამ ბრძოლიდან ჩემპიონის გამლით გამოვა. რა კი იმ მებრძოლებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ახლახან მოახდინა შენზე შთაბეჭდილება, ვიცი რომ ეს ბიჭი შენს დათმაშიც ყოფილა და ბრძოლის კვირას გარკვეული დრო გაუტარებია თქვენთან. თამდიდან მოგხიბლა პედი პიმბლედის მიერ ბენუასენ დენის ერთ წუთში მახჩობილათი დამარცხება. ვიცი რომ თითქმის ესნაირი აქცენტი გვაქვს და შესაძლოა ცოტა სუბიექტურიც ვიყო, რადგან ჩემი მხრის ადგილობრივ გმირზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც მინდა შენი აზრის მოსმენა. მე იმ ბრძოლაში პედის მოგებას ვარაუდობდი, ვინც კი მკითხა ყველას ვეუბნებოდი. ვგრძნობდი რომ ბენუასენ დენი მართლაც ფანტასტიკური მებრძოლია, ძლიერი და ჟინიანი, მაგრამ ხანდახან ყველაზე ჭკვიანო ბრძოლას არ ატარებს. ზუსტად ის მოხდა, რასაც ვარაუდობდი. ბენუა უგუნურად ეცა თავიდანვე პედის. იცით, ხალხს ძინავს და ვერ აფასებს პედის გრეპლინგსა და პარტერს. ის დიდია, ძლიერია და მტკივნეულ მახრჩობილა ილეთებს ელვისის სწრაფით აკეთებს. თუ ჩაგავლო აღარ გიშვებს. მანამდე ჯასტინ გეიჯთან ბრძოლაშიც დაამტკიცა, რომ ამ ტიპს შეუძლია უმძიმესი დათმობები მიიღოს და მაინც წინ იაროს. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი მებრძოლი, ვინც გაძლებს იმას, რაც მან ოქტაგონზე გეიჯთან გაძლო. ბოლომდე იდგა და ასეთ გამძლეობა გამოავლინა. მას აქვს გამძლეობის ჟინის ბრწყინვალე პარტერის ეს კომპონენტები და ას დგომშია ცუდი, ის უბრალოდ სრული პაკეტია. თან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ ვითარდება და იზრდება. მას კარგი მოსამზადებელი ბანაკი აქვს. დაკავშირებულია Next Generation-თან. ჩემი ჯიუ-ჯიტსუს მთავარი მწვრთნელი კრის ბრენანი ჩვენს დარბაზში სწორედ იმ სკოლის შტოა. ასე რომ ჩვენ შორის პირდაპირი კავშირია და ამიტომაც არიან სულ ჩვენთან. ძმაო, ის უბრალოდ კარგი და სულ უფრო უმჯობესდება. მას ამჯერა რომ პედის ძალიან კარგი შანსი აქვს ეს ქამარი წელზე შემოიწყვას. ტურნირის მთავარი მოვლენა კი სრულიად აცდენელი იყო იმას, რასაც ვინმე ელოდა. კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოვეის შორის ბრძოლა მალევე დასრულდა. ჯონ კავანასა და ირლანდიელი მწვრთნელების ადგილას იყო და გყავდეთ მებრძოლი მაკგრეგორის სიტუაციაში 5 წლიანი პაუზით. ის ზიანი, რაც მან საკუთარ სხეულს მიაყენა როგორც ოქტაგონზე, ისე მის მიღმა. და ახლა შესაძლოა კიდევ ერთი წელი ან მეტი გაუწდეს, როგორ მართავ ასეთ სიტუაციას როგორც მწვრთნელი. ძალიან რთულია საშინელება. ეს უარესი სცენარია. თუ კონორი მართლაც აკეთებდა ყველაფერს, რასაც ამბობდა, ცხოვრება დაალაგა და ყურადღება ეს ბრძოლაზე გადაიტანა, ეს მისთვის უდიდესი გულის ტკივილია. ნებისმიერი მებრძოლისთვის რთულია ასეთი რამის გადატანა. გაიარო მთელი მოსამზადებელი ბანაკი და ასე დაასრულო. შერეული საბრძოლო ხელოვნების გეჟური მხარეც სწორედ ესაა. ასეთი ნაგავი ხდება ეს რეალობაა. შეგიძლია გახვიდე და ნოკაუტში აღმოჩნდე, შეგიძლია მტკივნეულზე წამოეგო, ან ბრძოლის პირველსავე წუთზე ტრავმა მიიღო, ამხელა შრომისა და დროის ჩადების შემდეგ. მაგრამ როდესაც ეს ასეთ გიგანტურ სცენაზე ხდება, კონორის მასშტაბისა და მისი დაბრუნების ფონზე, ყველანი აღბრძოლებული ვიყავით. ვინც ამბობს, რომ ეს ასე არ იყო, მათ უარა, გენ ყვარებოდა ან გძულებოდა. მის ვიდეოებს ვუყურებდი, მეც კი ამიყოლია. ბევრი ბრძოლა არ არის, სადაც ვჭდები და ვამბობ, ერთი სული მაქვს, როდის მოვა ეს უქმეები მეთქე. ბრძოლების ყურება მიყვარს, მაგრამ არის ისეთი შეხვედრები, როცა ამბობ, ჯანდაბას ეს ის არის, ის დაბრუნდა. თანაც მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია. ეს იყო შესანიშნავი აფიშა და ასეთი დიდი იმედგაცრუება, ასე რომ ისევ საწყის წერტილს უნდა დაუბრუნდე და ნახო, მართლა სუსტ თუ არა ეს კონორს, მართლა ჩართულია თუ არა საბრძოლო ხელოვნებაში. მას UFC-ის კონტრაქტით კიდევ ერთი ბრძოლა დასჭა. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ბრძოლა არ ჩაატაროს და ისე წავიდეს. ფიქრობ, მას მცირე ოდენობით კიდევ ერთხელ მაინც ვნახავთ. ხოლო როდესაც UFC-ს დატოვებს, ღმერთმა იცის მერე რა გიჟობებს ვნახავთ. მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ, როგორც ვთქვი, თუ მას მართლა სურს დაბრუნება, ეს ყველაზე რთული რამაა, რაც მებრძოლს შეიძლება გადახდეს. გქონდეს ასეთი ხანგრძლივი პაუზა, მერე მიიღო ტრავმა, იყო კიდევ ერთი ხანგრძლივი პაუზაში და მერე ისევ თავიდან გაიარო ეს ყველაფერი. თან ასაკიც გემატება და როდესაც უკვე იმდენი ფული გავს, ეს ძალიან რთულია.
მაგრამ ვერ უარყოფ კაცს, რომელსაც სულს დაბრუნდეს და ეს საკუთარ თავს დაუმტკიცოს. თუ მას ეს უნდა, ის ლეგენდა. იკრიბება გუნდი, ჭდები და ამბობთ. კარგი, მოდი აღარ გავაკეთოთ ეს გიჟური ნახტომები, ტრიალები და ასე შემდეგ. ოდნავ უნდა დავმშვიდეთ და სტილი გადავაწყოთ. თუმცა ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. ყველა ვნახეთ ვიდეოები, სადაც ის ამილეთს 15 ან 20 ჯერ აკეთებდა. მერე გავიდა ოქტაგონზე და უფს, ფეხი დაუსხდა და მუხლი იდგენა. ეს ტრავმა სავარაუდოდ ისედაც მომწიფებული იყო და ბრძოლაში მაინც მოხდებოდა. ეს საინტერესო სიტუაცია და წინ სერიოზული მძიმე აღმართიელის. მაგრამ თუ ვინმე შეუძლია მის გაკეთება, ეს კონორია. ხალხს ნამდვილად მოუნდება მისი დაბრუნების ნახვა და ის დარბაზებს ისევ გაავსებს. იქნება თუ არა ეს ისევე მასშტაბური როგორი სახლა იყო? გარკვეული სკეპტიციზმი იქნება. მაგრამ როცა ბრძოლის დღე ახლოვდება, ყველაფრის მიუხედავად მაინც ყველა უყურებს. ასე რომ ჯერა ის გამოვა და კიდევ ერთხელ იბრძოლებს, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ კონტრაქტი ამოწუროს. I think he gets in there and does it one more time, if not for anything, just to fight out his contract.